13 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელიას PSG UEFA სუპერთასის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ფრანგული კლუბი ევროპა ლიგის ჩემპიონს ლონდონის ტოტენჰემს დაუპირისპირდება. მატჩი, რომელიც სტადიო ფრიულიზე გაიმართება, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. UEFA სუპერთასის მატჩს გამოტოვის PSG-ს მეკარე ჯან-ლუიჯი დონარუმა. იტალიელი მეკარე კლუბის განაცხადში ვერ მოხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით PSG-ს მენეჯმენტი და დონარუმა კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან, რადგან მეკარე შეთავაზებული ანაზღაურებით უკმაყოფილოა. მის ნაცვლად ფრანგული კლუბის კარს ახალწეული ლუკა შევალიე დაიცავს. ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართველი ნახევარმცველის კლუბი უოტფორდი ავრცელებს. კლუბი წერს, რომ ჩაკვეტაძეს ტერფისულის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მან 6 კვირა უნდა გამოტოვოს. შესაბამისად, ჩაკვეტაძე თურქეთსა და ბულგარეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. საქართველო 4 სექტემბერს თურქეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს. ფაბრიციო რომანოს ცნობით მანჩესტერ სიტის სურს, რომ მადრიდის რეალისგან როდრიგო შეიძინოს. მისივე ცნობით როდრიგოს გასაშვებად თავად რეალიც მზად არის, თუმცა სოლიდური ფასის სანაცვლოდ. სამეფო კლუბი გარემარბის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოითხოვს. გასულ სეზონში როდრიგომ ლა ლიგაში 30 მატჩი გამართა, 6 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.